რაჟჯობია კარგ, წესიერ, ვაშკაცურათ ლამაზ, განათლებულ მამაკაცს. იკითხა ეკატერინე ხომასურიშვილმა და თავის სიმართლეში დარწმუნებულმა საზოგადოებაში ამაყად მიმოიხედა. არაფერი. რა და კაი ქალი, მიუგო ბარნაბჯაშმა, არც დაფიქრებულა. ასეა, ვის როგორ. როგორ ახარ ძველო? მე ძველო არა ვარ. აბა რა ქვია თქვენ ბატონო? სიმა. გერასიმე მქვია ეს. სიმა, გერასიმე. ხომ არ გეწყინებათ გერასიმე რომ გიწოდოთ?
აბადარაუდო. რა? ლუდი ხომ არ ეგნება? ა? ვაი, ბოდიში. დავიჭი. აბა. კიდევ ხომ არ მიირთმევთ? მეყოფა. ბოდიში, ერთად თუ შეიძლება. ამ საათს დაქოქვა არ უნდა მგონია რა. და წყალ გამძლეცაა ხო? ცეცხლ გამძლე თუ არის გონი. სასიამ. გინდათ საერთოდ გაჩერდეს დროს, მაინც ვერაფერი შეაჩერა. ბერდებით ძველო. კიდევ ხომ არ გნება? რა? ლუდი რა, აბადარაუდო. აბადარა. ერთად დამჭირეთ. ცოტაც მოითმინე ბატონო გერასიმე. ცოტაც მოითმინე და მალე ჭიათურაში ღვინოსაც დავდებ ჩვენ. რაშა, ეს ჭიათურაში რა გვინდა? მოიცავე, ესე იგი რა, მანამდე ჩავიდე? როგორ მანამდე კაცო ადლერამდე 2 საათია კიდე. ადლერში რა გვინდა? როგორ კაცო იქიდან თვითრინავით ლიეპაში უნდა გავფრინდე. ესე იგი აღარ გახსოვს. რა უნდა მახსოვდეს კაცო? შერაგით. წუხალ რომ დავთქვით კაცო გუში. რა? რა და ჭიათურაში გამომგზავრება ამი. და ვაშკაცურად ვასრულებთ კიდეც სიტყვას. წუხელ ჩვენ ერთად ვსვამდით? აი სულფლად, როგორ არა. გამახსენდა. ეს თქვენ იყავით არა რომ მეუნებოდით? ხო. როგორ დავთქვერი კაც? არა, ბევრი არაფერი ისე, მაინც. აი იმ დედმამის შვილების სადღეგრძელო მე არ უნდა დამერი. რატომ? მე აღარაფერი აღარ მახსოვს კაც. ბატონო გერასიმე, ერთი დიდი თხოვნა მაქვს მე თქვენთან. რა გინდა? ეს შავლის ღილები შეიკარი უხარხულია. იქ ჭიათურაში ვერტმფრენები თუ ყავთ? ვერტმფრენები? რომელი ფერის გნება? ნებისმიერი კაც. არ ვიცი რა მგონია. კი, მაგრამ ეს ვერტმფრენი რადგინად, ბატონო სიმა? კაცო მე ადლერში 9-ზე უნდა ვიყო. ლიეპასაც. ხო, ასე რომ 4 საათი კიდე მაქვს დრო. ახლა გადაგიმალოთ და როგორც ყველგან ჭიათურაში ღამღამობით ზინავთ, ბატონო გერასიმე. გაზანეთ კაცო იქნება ვინმე იქ პასუხისგებელი როგორიც. არა, კი, აუცილებლად იქნება პასუხისგებელი. ბოდიში ერთუց. მაგრამ აი პასუხისმგებელ მორიგესთან რომ შეხვალთ, მე მგონი სწორი გაუპარსაობა უხერხული იქნება. ერთი წუთით. აი აგერ, შეხედეთ ამას. თქვენი საათის არ იყოს. ჩამრთველი არ უნდა, თავისით მუშაობს. გამორთდა წეის და თავისით.
ტრედი ვიდღუღუნებს სულ. როგორ დავწერი ეს? სად უნდა ყოფილიყარი და სად მოხდი? კარგია. მოსაკლაი ვარ. კარგი, გასა. გას მოგიწყენია. მაგისთანები ხდება შეიძლება. მაგრამ ვერიხსა. ალო. ეს როდიში ბატონო სიმა კარგი საათის რომელია? 8-20 წუთია. 8-20 წუთია. ისე იგი ახლა ჩვენ. კარგად. მოიცეთ. უი, ღმერთო მომკალი რა არის ეს? აგერ კიდე. უნდა გავიხადოთ ბატონო სიმა. საიდან მაინც კაცო საოცარია. რა არის კაცო? ისა რა უყო ახლა რიცი. თუ გინდა ქიმწმენდაში მიგიყვან ტკბილო. არ მინდა ბატონო არა. ახალს ვიყიდი ახალს. ახალს როგორ იყიდი კაცო? 10-ზე იღება ეს უნივერმა. ახლა ვიცი არ გინდებლა ბატონო გერასიმე, მაგრამ დამიგდე ყური რა გითხრა. მაგ პიჯაკ შარულით ჩემო თქვენი ამბავი რომ ვიცი შორს ვერ წახვალ შენე. კარგით რა კაცო, კარგით. ზრდილობიანად მელაპარაკეთ. მე შენება? არა მე ბოდიში, მაგრამ შენე უზრდელობით კი არ მიხსენებია. აბა, ისი აკლიმატიზაციისათვის. მე რაც მთავარი აქ უნივერმაღში თქვენ საკადრისაც ვერაფერს ვიშოვით. ახლა ხელად გეტყობა მზატანსაცმელისთვის დაბადებული რომ არ ახარ. ერთი სიტყვით, ბატონო სიმა, ქიმწმენდის გარდა მე სხვა გზას ვერ ხედავ და იმის გახსნა გაღებამდე 2 საათი ნახევარია. და აგერ ყურის ძირში სასადილოა ერთი ადრეული შევიდეთ იგვაში გადავიდეთ. არა, რა ვიცი შევიდეთ. არა ბატონო. ერთი 5 წუთი. ნიეთ. კარგი ბატონო. კარგი, მაშინ თქვენ ბრძანეთ რა ვქნათ და აგერ ჩემი კისერი. თქვენ ცოლშვილიანი ხართ ბატონო სიმა. რა თქმა უნდა. ბარაკალა, კარგია. ძალიან კარგი. უი. აფასიჟებია. სულ არ გაიწმინდა. სხვათა შორის მაგაზე გამახსენდა დაიარება მოსაზრება ვითომ ბრინჯაოს ხანაში ქმარი რომ უკვდებოდა ცოლსაც მიაყოლებდნენ ზე. არ უნდა იყოს მე მგონი ცუდი წესი. უნდა და არ უნდა და უფრო გაგიფრთხილდებოდა ცოლი. შენ ხარ ჩემი ბატონი მოგივლი და შეგინახავ და აბა ახლა ჩვენს დროში რომ შეიკლავს ზოგ მარს ზოგი ცოლი, ზოგმა შეიძლება პანაშვიდზე ხელზედაც აკოცოს. ვინ ვის? მე პანაშვიდემ ცოლს რა თქმა უნდა. მოიდა შედის. რამ გაგახსენა კაცო? ვარლო, აბა აკეთ. ეს მოვაცილე ინციდენტი. გაგიმარჯოს. შეხედრას გავხართ. თქვენ ალბათ ძალიან გაწვალებთ ცოლია რა? ცოლი? უცოლშვილოვანი. კი, არც მყოლია. სხვათა შორის გრიშაც და ვასიკოც უცოლშვილოები არიან. რას ლაპარაკობ? ვინ ოხრებია მაგერი? ძმებია ჩემი მაგრამ. რას ლაპარაკობ? მე შალვა მქვია, შალვა. გასწოთ ალბათ. შალვა. სიმა. გერასიმე. გერასიმე. სპორტი თუ გიყართ ბატონო გერასიმე. კი, როგორ არა?
მიყვარს, საჭიროა, სპორტი. კრივში ერთი ძლიერ ციდი წესი ბატონო გერასიმე. რაი, აბა თუ მეტყვით რომელი? წარბი რომ უსკდა. რაღაც ეგრე წესია. რომელი და გამარჯვებულს რომ უთვლიან მოგებას ის აბა როგორ? როგორ და კოხტად გასა. აი ახლა უყურეთ. ერთადერთხელ შევესწარი ჩემს სიცოცხლეში სწორ გადაწყვეტილებას. აი, გამოვიდა რინგზე ორი კაცი, ჩემო ბატონო. გამოწყობილები ისე როგორც მათი წესი და რიგია და ჯერ ერთმანეთს დასწეს. მერე კი ერთმა დაჯაბნა და ურტყა, მაგრამ რა ურტყა, კაცო, თურქის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი. მაგრამ მერე მსაჯმა იმ დასიებულს, ცხვირპირდასისყლიანებულს რომ აუწია ხელი ესე იგი გამარჯვება რომ მიაკუთვნა, ატყდა სტენა დარბაზში, მაგრამ რა ატყდა კაცო? მაგრამ მე თუ მკითხავთ, ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება იყო ეს. როგორ? კაცო, რა როგორ? აბა, თან უნდა გირწყამ და თან უნდა წააგო. არა. როგორი საქმე ახლა? წარმოიდგინე შენ ვიღაცამ სულ ცხრიპირში უნდა გირწყას და ბროლის თასიც იმას მიანიჭო. არა, მე აქეთურის მომხრევა. უნდა შეიცვალოს კრივში ეს წესი. აბა, მირთი შენ ჯერი. ახლა ჩვენს აი ასეთ უცნაურ ვითარებაში შეხვედრას გაუვარცხეს სიცოცხლე. ადლერს და ჭიათურა. სამნაყოფილი გადაჭ სადა. არინანერთა. მასაკა. ვირთით. ასე ხო, იმას მოგახსენებდით. ჩვენ სამ ძმა კეჟერაძეს ერთი და გაგვაჩნია. სამ ძმა კეჟერაძეს ერთი და გაგვაჩნია და დიშვილებიც ყავს ნაცოცხლოს ღმერთმა ორი მშვენიერი წესიერი ბავშვია. მაგრამ მესამე კი მტრისას. მსგავსი ახირებული მე ეკრანზედაც არ მინახავს. ეს სხვათა შორის მე მომსგავსებენ სახით. რას და ვერ ვარ. კრასავეც. ხოდა ერთხელ ნათესაურ კრებასავით მოაწყვეთ რაღაც. მანამდე ისმინდა გითხრათ რომ მე და ჩემი ძმა გრიშა ძალიან ვეხმარებით ჩვენს და სამ ბავშვების აღზრდაში და ვასიკო ისევე რა, იმიტომ რომ სულ ციგნებშია ჩაფლული და ხო, ნათესაურ კრებასავით მოვაწყვეთ რაღაც. ესე იგი რა უშველოთ ამ ბავშვს, ამ მესამეს. ხო და სიძემ ჩვენმა კარგი ხვითუა ისი ჩვენი არ იყოს, წამოაყენა წინადადება, მოდი ჭადრაგზე შევიყვანოთ ბავშვი. იმიტომ რომ ჭადრაგი ჩემო ბატონო სპორტიცაა, ხელოვნებაცაა, ფილოსოფიაცაა და მელიორაციაცაა. რო? ხო, წარმოიდგინე, მელიორაცია. მელიორაცია. მოკლედ მევითავე ბოლოს ესამალ და ხელი ხელშაკიდებული დამყავდა კაცო ეს ბავშვი. პირველ ხანებში ძალიან წესიერად იქცეოდა კაცო, სხვათა შორის ნიჭიც არ მოაშვა. მაგრამ პირველ სწავე შეჯიბრებაზე არ მომჭრა თავი ბატონოსი. როგორ თუ აფიცერი მომიგეოდა, ვიღაც სათვალიანს არ გაუშალა და არ გაარტყა ხელი კაცო. წარმოიდგინე აბა კაცო. იმ სათვალიანს მაშინვე გამარჯვება მიაკუთვნეს. კრივში როგორც უნდა იყოს კანონით ისე. რა იყო? სხვათა შორის, აბა კიდევ გაგვიმარჯვეს. სხვათა შორის, ჯერ მიირთით ახლა შავი დაღვინო. გადასავიდა ვარ. ხო, სხვათა შორის სპორტს პოეზიასთან შედარებით დიდი უპირატესობაა. კარგი რა გაცნობ. აი, უყურე. ფეხბურთი ავიღოთ თუნდაც ბატონო. ხო. ახლა ვინმე რომელიმე ფეხბურთელის ილეთი რომ გაიმეოროს, ქაქიშდება ხალხის სიხარულით. დიდისავი ჩაახვია ეს ხმელი ფოთოლიო. გესმის? სოხოილის. ნიშას პინტი გააკეთავს. ვერასალეო თუ ვინმე ცნობილ ფეხბურთელს გავხარ უხარია ხო? მაგრამ აბა თუ კაი ბიჭი ხარ, დაწერე ერთი სადმე ლექსში. რა გითხრა ახლა? სადა ხარ ჩემო ელიკო? სულიკო. არა, სულიკო კი, არა, თუ გინდა ელიკო იყოს, მაინც კაცო, სტვენას დავიწყებს. საზოგადოება, ხალხი, ხალხი ეს. და საერთოდ ჩვენ წერა-კითხვის მცოდნეებს დიდი დანაშაული მიგვიძღვის ეის წინაშე.
რის წინაშე? ეწერტილის წინაშე. ესე იგი წინაშე კაცო, ესე იგი რა. რატომაც? რატომ გასიმე და ბოდიში ბატონო სიმა და ახლა დაწერენ ზოგიერთი მკვლევარები ხანდახან უშველებელ ციკლს. უამრავი მსჯელობით მოსაზრებებიან სვითომ. არა და უვარგის სრულიად კაცო. და ახავდა ეკონომიას დიდ პატივს სცემთო. ესე იგი სამოკლებენ კაცო, ეწერტილის წერენ. ესაა საქმე, ბატონო სიმა, ესაა საქმე. შედალოცილო ეს ეკონომია ასე თუ გიყვარს. ამ ესე იგი რასერჩი იყოს თავისთვის რატომ ჩეხავ ამას ისარჯობდა ეს კილონახევრიანი წიგნი საერთოდ არ დაგეწერა? ხო მართალი? ხო მართალი? კი. არა. დამნაშავეები ვართ. ბოდიში. დამნაშავეები ვართ. კაცობრიობა და ცოტათი მაინც რომ გამოისყიდოთ ეს დანაშაული, ამიერიდან ასე უნდა დავწეროთ. ეს ეს იგი ექვსიმანეთია ბატონო. მე სადევიჯო არა ხომ მე დაგბადიჟეთ ჯიბე ეს იგი ვალო დეჯირი ვალო აბა დავიძრათ არა ასიეს ხომ არ სწორი კი ბატონო სიმა ისე წესით ზანგებს თეთრი წამწამები უნდა ჰქონდეთ. სად მომიყვანა შალო? დამშვიდი ბატონო გერასიმე. კაი გამარჯობა შენი. გაგიმარჯობა. გამარჯობათ. მთელი თეატრი აქ ქონია შენ. კი, გასაწმენდათ მომიტანესა. ელე თავზე. აბა, ახლა ამ პატივცემულის იდახშავალს ხომ მოვიყვან ჩვენ წესრიგში. რა ნაჭერია ვარ? ინგლისური ტრიკოა. ტრიკოზოლი არ გვაქვს. აბა რა გაქვს? დამშვიდით ბატონო. რა და შავზოლი, კრებზოლი, დაკრონზოლი, ბუკლეზოლი, ტრიკოზოლი არ გვაქვს. რას გაქვს? მოიცადენ. კაცო, ამდენი ზოლი ხონია და ეს მანამაინც ტრიკოზოლი არ. არ გვაქვს და რა. ქიმწმენდა ეს თუ დამშვიდი ბატონო. აბა ხლა რა. რა იზდებოდა ახლა იმ უწესო ადგილაზე მე ურჩიეთ. სუ, მაგ არ გეხება თქვენ. მომისმინე გეცები. 2 საათში თუ მომიწესრიგებ, ამდენს გაჩუქებ. მანა. თუ მას კაცო. სიტყვა იცო. კი. ამ შეგოდაში გამოსაცვლელი გა? მაქვს. შედი აბა ეგერი კიდე გამოიწვა. მაშინ ხვალარა და ზეგ ნაშვადღევისთვის ვეცდები ძალიან. 2 საათში მეთქი ადამიანო. 2 საათში პატივცემულო შეუძლებელია ყოვლა. რატო? სიმართლე გითხრა. თქვი. რა და მაგას არავით არის ზოლი და ვოლი არ უნდა. კი. ჯერ უნდა გეიწმინდოს შეძლების დაგვარად. მერე უნდა ნოოში გეირეცხოს. გაშრეს. გაუთოვდეს ბოლოს. ხოდა ხვალ 11-ის ნახევრამდე არ ეშველება არაფერი. ნოს
საღამოს უნდა მომიტანონ ზესტაფონიდან. ქალაქი ასეთი. ზესტაფონო გშორდები. კარგით, კაცო, ერთი, კარგით. გავწვეთ ამას მე. გოგდე კაცკაც თავს გავსებ ახალ სულ შეგნაწროდეს ყრუ მუნჯი და ბრმა. ამას გავ კარგით რა შალვა, კაცო, კარგით რა, კაცო. ხომ იცი, სადაც მუშაობდა. ბოდი სიხდი კაცო. მოხდა ახლა მე ახალგაზრდა კაცი ხარ. დედოფალო ზეინაბ ჰერში ხალატის სულიტრიალე მე კაცო 4 წელს თეატრში მუშაობდი. თეატრში მუშაობდი შენ? არა წყობა, კაცო. ხვალ 11 ნახევარს ხომ არ გადააცილე? შენ ხომ არ დაგავიწყდები? რა? იღაც სიტყვა, ხომ გითხარი? კარგად ზალდეო. კარგად იყავი, კარგად. კარგად იყავი, ბატონო. აი, თქვენ ნამდვილი ქართველები იყოთ. მეტი არა, ჩემი მტერი. ბატონო სიმა რა იყო კაცო რა ვნახეთ ეს კაცო რა სურათი ვნახეთ კაცო მაინც რასულელური ფილმი იყო ეს რა იყო კაცო კარგი შალვა ერთი თუ გიყავდა როგორ კაცო პატიოსნებაზე იყო კეთილშობილებაზე სიწმინდეზე გაჩერდი ერთი კაცო სიწმინდე კი არა ის ტყვილი იყო თავიდან მოლონი რა არ დაიჯერე მაინც რა და ჯერ ერთი ის ქმარი ტყვილად არ ეჭვიანობდა არა როგორ თუ არა ხომ გამოირკვა ბოლოს იქ ყველაფერი რა ყველაფერი კაცო რა და ქალის უბიწოება კაი გაჩერდი ერთი კაცი ხარ როგორ თუ გაჩერდი კაცო როგორ და ბატონო სიმა ნამდვილად მოხდა იმათში რაღაც რა რაღაც რა იცი შენ ძალიან კარგად არაფერიც არ მოხდა ხომ გამოირკვა ბოლოს კაცო მე ყოველთვის ხვდები წვილის დანახვაზე მომხდარია იმათ შორის რაიმე თუ არა კაცო ხვდები და რა რიცი ეთყობა კოჭებში ეთყობა კაცო შენ უკეთიც ახლა სცენარისტებზე გენაცვალე მე 4 თვეს გამნათებლად მუშაობდი აბა მაგ ფილმზე თეატრში კარგი ერთი გეცი არა ხარ მართალი შალვა არა ხომ გაირკვა ბოლოს ზუსტად კაცო გითხარი ეკრანზე კი აბა სხვა რა გინდა კაცო კაცო სცენარით გინდაც არაფერი მომხდარიყოს მაინც მოხდებოდა იქ სად იქ შალვა კაცო ბატონო სიმანო გამაგიჟე ცხოვრებაში კაცო ცხოვრება რა იცი შალვა შენ რაზე შეატყვე მაინც კაცო შევატყვე რა უქნა ხო ეთყობა კოჭებში ბატონო სიმა გავიშკაცო მაბატი კაი შენ ჭირი მე ახლა ხო დავთქვით მე და თქვენ რომ ფეხით მოგვევლო ეს ჭიათურის რაიონი ხო არავით არ შემთხვევაში გეცელი იძახით აქ რაღაც სისულელეებს და ვერა არა კაი ახლა კაცო სისულელეებს რომ ვიძახდე კამათში არ სამყვებოდი ალბათ შენს გენიშნა რაღაც კი არა აი მაგალითად ახლა მე რო ვთქვა ასეთი რამ რომ დუშეთის ფლოტი უძლიერესია მსოფლიოში მეთქი შემეკამათები თუ ძმახარ შემეკამათები კარგი მაცადი დუშეთის არა ესე ფასარავის ახლა სულელი გონი ვარ რაღაცაგაც ბატონო გერასიმე წავიდეთ რა არა ბატონო არა ის სულ სიმთვრალის ბრალი იყო სიმთვრალის ესე იგი სიმთვრალემ შეგაცდინა დიახ ხო მას ცუდია ცუდი სიმთვრალეა რა ძალიან ცუდი ვერ ხედავ რა დღეში აღმოჩნდი კაცო სად უნდა ყოფილიყავი და
აბა ცუდია ესე იგი. ცუდ სიმთვრალეზე ცუდი არაფერია ქვეყნად. ერთი რამაა უფრო ცუდი. ბატონო სიმა. რა მაინც შალვა. არა და ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს კიდევ ეშველება რაღაც. ცუდი სიფხიზლე თქვი შენ. Damat şen çemtan. Damat. ბატონო სიმა მაქსიმალისტი ყოფილხართ თქვენ. ჭეშმარიტი ქართველის ერთი თვისება ნამდვილად გქონიათ. ხომ არ აკლია რა. კი? რა მაინც? ერთი შემწარი კარტოფილი ან ლობიო მოატანიე. სამეებს ჯობს? არა, ვინც ხორცს არ გიახლება იმისთვის კი და მე მაგ შამპანურს კი არა და ღვინოს დავლე. რატომ შალვა? არა, გამათამამებს ეს შამპანიური თანაც მივეჩვევი და მე ვიღადამალე ვინოს. კარგი. მოდი გენცე რა ღვინო გაქვს? ციცკა წინა დალი ბატონო. ციცკა მომიტანი შენი წილი. ციცკა. ეს შალვა. ბრძანეთ ბატონო. მოდი გაუმარჯოს. კი ბატონო. ყველაფერ კარგს. რაც ქვეყანაზე არის. გაუმარჯოს. კი მაგრამ ბატონო სიმა ასეთ სადღეგრძელოს და ამოდენა სადღეგრძელოს ერთი ჭიქით სვამკაც. ორი იყოს. აი ეს მესმის იცოცხლეთ. ერთი განაცოლებ მოგდანე. დაგვილოცეთ. მადლობთ. გაგიმარჯვეთ ბატონებო. იცოცხლეთ. იბედნიერეთ. ცოცხლეთ. დიდი მადლობა ბატონო. ასე მტერი დაგიცალა. ჩემო იმანო დიდიგო ბატონო. ჩემო დიდიგო. დიახ. ჩვენ ხომ არ გავიცნათ ის რაც გთხოვე? აბტუჩი. აბა.
სახელი ამ გულს არ გავაკარო მინდა ყველა სუყვარდე მინდა ყველა მიყვარდეს დღეს თუ არ შემიყვარე იცოდე ხვალინანე na 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 და თუ კვლავ გამაცვალე სხვასთან გაფრინდები na 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 მინდა ყველა მიყვარდეს მინდა ყველა სუყვარდე დღეს თუ არ შემიყვარე იცოდე ხვალინანე na 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 Huh? Argi. Ours. Sima batono. ხინკალი თუ გიყვარს შენ. როგორ არაგაც. ოღონდ გააჩნია გაკეთებულს. არის კაცო მე პირადად ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა. აღმოჩენამდე? რა ნიუტონის კანონია? არა. შავა. კუჭის კანონი ეს, გერას? არა, ახლა ვიაგიხსნი, აგერ ხარ შენ და აგერ ვარ მე. მიდი. ხინკალი გერასიმე რაც უფრო ხშია სანატრელია უფრო ხო და შეხვალთ სახინგლეში რამდენიმე ჯელი დგა ხარ იქში მაგრამ ჯერ სხვებს გამოგა ნერწყვი გეძალება და შენატრიმად მოაღწევს ბოლოს როგორც იქნება შენი რიგი და მოგაწვდის მაგრამ რას მოგაწვდის მე ხინკლე იგი ოხცხელს აორთქლებულს ჯადოსნურ ლანგარს სულ ციმციმ მოგაქვს და მრგვალ მაგიდას წრე შემოარტყამთ ფეხზე დამდგარნი მერე თქვენში ყველაზე უფრო დადებითი პიროვნება მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის მაგრამ რას მოაყრის ხო მწვავეს მადიანს ველურს მთლადად ხავდები კარგი ხარ კარგი ხარ რა თქინა ცხელია კაცო ცხელია მე შეკაცო აიღე ფრთხილად შეუბერე სული კარგად დაკვირვებით გესმის შიგ ცენტრში რომ მოარტყა უბერე და მე ფრთხილად მოკბიჩე პატარასეთ ახლა იქ ჩაბერე ოხში ვარ ზე ცხირპირზე გელამუნება და შეიწოვე მე ეს გულბოხდამ თუთქავიცვენი რახსნარია და მე რო აგრილდება პატარაზე ეღეჭე ყლაპე და იფიქრე გუნებაში ნეტარები და ის გონკეთ და მე მორიგი ჭიპის იმაში ურნაში ჩასაგდება დახრა რომ გაგიჭირდება მაშინ მოიხნეშებ და გაიფიქრებ გუნებაში იქნება მეყო არა აგერ იქითაც დასტი აგერ გვერდით მოგიდე ხელი კაცო მოგიდე ნუქსხადია მოგიდე ხელი რა ცხარია დააყოლე მე კაფალუდი ხელს ვერ ჩაგირეცხს კოხტალამაზა თუ რა ახლა აქეთა შეხედე როგორ გიყურებს როგორ გეხვეწება ნუ ეთყი ვარს გაფიცებ ყველაფერზე მოგიდე ხელი კარგი ხარ შავა კარგი ბატონო სიმა სონთქვა გიჭირს რა სირბილით ხომ არ დაღლი
კანონს ბოლოს მაინც აღმოაჩენ, ბატონო სიმა. რომ დანაყრდები კი არა უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები. რომ დაუძლურდები, მოფომფლოვდები, თვალზე რული ჩამოგაწვება, გუნებაში ბუნდოვნად იგრძნობ, რომ ისევის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავი, ხინკლის ჭამამდე. კუჭის კანონი ეს? კარგი რა შალერტი. კარგი რა კაცო. ბატონო სიმა. უიმე, ბატონო სიმა. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ანუ გამაწბილებთ, გაფიცებთ ყველაფერს. მითხარ შალვა. არა, ვითამ ერთი აზრი მომივიდა ახლა და თუ კი გვიკადრებთ. რატომ არ გიკადრებთ, კაცო? თუ ნორმის ფარგლებს არ ცილდება რა, ადამიანები არა ვართ, კაცო, შენსა და ზეგებია ხო თუ ნორმის ფარგლებს არ ცილდება. ახლა ბატონო სიმა, რა იცით? ღამე მაინც აქა გვაქვს გასათევი და სასტუმროში ოთახის ძევნას, კაცო, აგერ 1 საათი სავალია სულ ავტობუსით, ბიცოლა ცხოვრობს ერთი მკვიდრი ჩემი. სულ მეხვეწება წერილობით, ბიჭო, ამოდი შალვა ამხარაგებით ერთი გაგვახარე რა იქნება. არა, გითხრა მშობლიურ კბილად დაგვიხდება ქართულად, ხო იცი? ახლა ბევრი თქვი ვერაფრით გაგაკვირვებთ, მაგრამ მისმინე სიმინდით გაზრდილ ქათამს დაგიკლავ. ბატონო სიმა, ჭყინტი ყველი და პრასი იქნება ქოთმის ლობიო, კეცის ჭადი, ნამდვილი ღვინო, ქვევრიდან მცირე ზვირთებად ამოვაკლიკებული. წავიდეთ რა, წავიდეთ. არ მინდა არავითარ შემთხვევაში, კაცო. რატომ ბატონო? როგორ და დაიწყება მე რა იქ დედმამის შვილების სადღე გძელა და გაწევულია ეს. რა უჭირს მე? ჰა? წავიდეთ რა, გაფიქრე. არა კაცო, არა, დაგვდეთ პატივი რა იქ. არა კაცო. მორჩა. კარგი, მაშინ ერთი თხოვნა მაქვს. მოდი აქ შევსვათ ამ დედმამიშვილების სადღე გძელს. მე მაგ სადღე გძელს დამლე არა. მოიცა. არა, დაჯექი რა გითხრა? დაჯექი. მე შევსვამ ბატონო და თქვენ მისმინეთ მარტო. კი ბატონო. ჰა? დალია კაცო. მე, აი. ისე. არა, ეს ხას მაინც, ეს ხას თავისთვის ისე. ბატონო სიმა, ჩვენ სამნიც მანი ვართ. კაჟერაძენი. ეხლა ვიცი კაცო. და ერთი დაც გაგვაჩნია. ბიძაშვილი ყავს კიდევ ერთი მიხეილი, დედას მხრიდან და დედა ჩემი კი სანაძის ქალია, მაგრამ დედმამიშვილებში არ გამოგვერჩევა ახლა ის ბიძაშვილი ჩვენ. ახლა ამ ეს სამი ძმანი კეჟერაძენი და ბიძაშვილი ჩვენი ეს მიხეილი სულ სხვადასხვა გზით წავედით ცხოვრებაში, ხო ვიცი, ხდება ასე კაცო. აი მაგალითად ეს მიხეილ სანაძე დირიჟორად წავიდა, ესე იგი მუსიკის გზით, მუსიკას გაყვა. გრიშა ჩემი ღვიძლი ძმა წავიდა ჩემო ბატონო ადამიანთა შორის უკეთესი და კეთილი ურთიერთობის დამყარების გზით. მეორე ღვიძლი ძმა ჩემი ვასიკო წავიდა ლიტერატურის სიყვარულის გზით. ხო ვიცი, ახლა ის კაცია, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს, ხო? თქვენ საიდღა წახვედით, შალვა? მე, ბატონო სიმა, ყველაზე რთულ გზას დავადექი. მე წავედი სოფელ ხეტიალის გზით. რატომ, შალიკო? ერთი რამის სიყვარულით დაფარვა რომ ჭირდება. რა არის ასეთი კაცო? რა არის და მე რა გეტყვის სხვა დროს როდის როდის კაცო ლიეპაში წამოვყვებით? ლიეპაში კი რა ბიცოლა ჩემთან ვერ წასულა. სამადაო, ჩანჩალაო, მოხველში. არა, ბატონო სიმა, მასე კი არ არის. თამადაო, ჩანჩალაო, გვასვი ვინო ჩკარჩკარაო. მოხველში, მასე ვიღრა. ბატონო სიმა. მაშ გაუმარჯოს ამ ძმებს, კეჟერაძეებს და მიხეილს ჩემსას.
თქვენ რომ არ აკავთ ვიცი მე. საიდან იცი კაცო? არა, იქ არ მითხარით კიბეებზე კაცო. რომელ კიბეებზე? თბილისის ვაგზლის კაცო. დედმამიშვილებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს, იცოცხლე. არა, მოიცა, მიხეილიც მიდღეგრძელე, იგივე დედმამიშვილია ჩვენი გაფიცებ ყველაფერს სანაცე. გაუმარჯოს. ლიტერატურის წერალთ. არა, კაცო. დირიჟორი ეს. ის ლიტერატურის ვასიკოა. გაუმარჯოს. ყველა დირიჟორს თავისი ჯოხით. იცოცხლე. ბატონო სიმა, მაშ მივდივართ არა? მივდივართ, მაგრამ ჩემო ივანო, შალვა გასა. შალვა? ჩემო შალიკო. ესენი ბიცოლა რომ არ დაგვიხდეს შალვა? აი, აგერა მაგასაღები? ვასწავლეთ არა? ავედით, მაგე. გითხრა. ზემო იმერეთს. ნამდვილი იმერეთს საქართველოს ვნახავთ. ძალიან სკარი. წავიდეთ. ლუკმა გავარდეს. ჩამში ჩავარდეს. რა ვქნა მიყვარს ეს ხალხური პოეზია. შიტიგურიტი მოხველში. არა, ვასია რა კაცო. შიტიგურიტი მოფრინავდა კაცო. მოფრინავდა მოხველში. მეშოშია მეგონა. წავიდეთ ბატონო სიმა. წავიდეთ. როგორ ბძანეთ ლუკმა გავარდესო? ლუკმა გავარდეს, ჟამში ჩავარდეს. შიტიგურიტი. შიტიგურიტი. დათუნია, ხედა, რა შეიძლება ამ ხალხს, რა. მეგობრებო, ტუში! დავლიოთ ციცო. გეყოფ ახლა. უკანას თქვენ გაგიმარჯოს. წირი მეთქი. ესეც ასე. ესე რაზე რა ხარშე. მაინც შემაცდია, ხო? რატო კაცო? დედმამიშვილების ადრეგზელა და დავიყანე ხეში. შორსაა კიდევ? შორს.
თქვენ გეწყინებ ახლა ბატონო სიმართლეს გეტყვი მე. სიმართლეს კაცო. რა სიმართლეს და მე ამ სოფელში არავითარი ბიცოლა არ ამყავს. როგორ თქოს? ნუ ხავქნა არ ამყავს და თავზე მოძალა არა. რანაირად კაცო? ბიცოლა ხომ? როგორ თუ არ ყავს კაცო? გადიიხი. რაშია საქმე ბოლოს და ბოლოს კაცო? რას მეპატიჟებოდი აქ? მე შენ გაჩვენებს ეს. სადა აქ ტელეფონი? აგერა ჭალაში მესამე ხეზე კიდია. მოიცა. ის გასაღები რომ აჩვენე? ეს ბიცოლა აქ. შენ იმანო შალვა. ყავს შენ აქ ბიცოლა ყავს. ბატონო, სიმა ბატონო, ის გასაღები ჩემი ღვიძლი ძმის ვასიკოს ფოტოატელიისა. თბილისში ღამღამობით ხანდახან იგრძინავს ხოლმე. ყარაულივით ისე უხალფასო თქო. ვინ ვასიკოა კაცო? რა ფოტოატელიე? კაცო, აღარ გახსოვს დედმამიშვილების ადგილგზელო რა დალი. ამიხსენი აქ რატომ წამომიყარე? არ გეწყინება გითხრა? თქვი ბატონო, თქვი. გერასიმე, კარგი ადამიანი ხარ შეიძლება შენ, მაგრამ უნდა გაგაადამიანურო. გამაადამიანურო? დიახ. რა მჭირს კაცო ასეთი? რა გჭირს და არიცი. შენ საქციელში საერთოდ ვაგზალში იქაც ყველგან სამშობლო დავიწყებული კაცი იგრძნობა. ვერ გავიგებ, რა დავიწყებული? გაიგე ძალიან კოხტაცი რა. დავანებოთ. რაზე შემატყვა მაინც? შეგეთყო კოჭებში. მერე ისე ქედმაღლურად და ამაყად გაუშვის მძღოლი უკან. როგორ მაინც ერთ საინტერესოა. როგორ და ეს სუფთად გაპარსული ნიკაპი მკვეთრად რომ აიქნია მცირე. ეს და ახლა შენ მე უნდა გამაადამიანურო, არა? დიახ, უნდა გაგაადამიანო. საინტერესოა როგორ და აქ ზემო იმერეთში ხომ ამოგიყვანე, მიპასუხე მითხარი. კი, როგორ არა. ხომ გაგაბანინე ტანი ამ საქართველოს წყლით. კარგით რა, შალვა, კარგით გეყოფათ ერთი. საქართველოს წყალში არ ვარ სულ? სად, დაკარგულო, სად? სააბაზანოში, სად? არა, ეს სხვა. რატომ მაინც? კაცო სხვა და იძახი ახლა რატომ? ჯო. ახლა რაღაც მიდირე. ახლა, სიმა ბატონო. ერთი ღამე უნდა გაგათევიო აი აქ. ზემო იმერეთის სისქოს და მერე წადი სადაც გინოდეს. გამაგებინე რატომ? გასაადამიანურებლად, ტკბილო, გასაადამიანურებლად. შეხედე. გერასიმე შეხედე როგორ ღამდება კაცო იხილე საოცრება იქ. იცოცხლე კაია, კარგი ეს, ლიეპა და კარცრუე, მაგრამ სამშობლოც უნდა გიყვარდეს და რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე გერასიმე. ახლა ეგერ გახედე იქით რა ხაზებია, რა სირბილე კაცო. ანდა იქით ჩრდილებს შეხედე ახლა კაცო. რა სიმწვანეა, რა საოცარი. გერასიმე, მომისმინე. აქ დედამიწა არა აბა. რა უნდა გქონდა აქ რომ წამომიყვანე? რა უფლებაც მასწავლებლობას უნდა ის? მასწავლებელი ხარ შენ ჩემი შალვა? დიახ. და მე შეგირდი? არა. აბა რა ვარ, შალიკო, რა? არ გეწყინოს, გერასიმე. არ გეწყინოს და ბიტური ხარ. კარგით რა თუ გიყვარდი ერთი, კარგით.
ბიჭო, რა შეჩერები ხარ ამ მიწას? იყურე ირგვლივ და არ წააგე. რას მოგიწყენია, რომ მოგიწყენია, გერასიმი, რასა, რომ მოგიწყენია, შეკაიკაცო. ეგ არაფერი. ნამდვილად ვიცი 2-3 საუკუნის შემდეგ. შესაძლოა მართლაც და სულ ერთი იყოს მიამ სოფელში ბიცოლა მყავდა თუ არ მყავდა. აბა შენ გერასიმე გამომეტყველებაზე გეტყობა. ახლაც კი ბნელში. რაღაც წარმატებისთვის რომ მიგიღწევია. შენი გაგები. მაგრამ მორბენლები ავიღოთ თუნდაც, გერასიმე. თავს რომ დაადებს და რომ გაიქცევა გრძელ მაძინზე, 700 კაცი. და საბოლოო სწორის ბოლოს პირველი რომ მიიჭრება ვინმე აღფრთოვანებულები ვარ ჩვენ შემყური ადამიანები. აჰ კაცო 700 კაცი მაინც და მაინც როგორ გაიმარჯვავ. მაგრამ სხვანაირად თუ მიუდგებით საკითხს თქვათ გავიფიქროთ. ვინმე ერთი რომელიღაც პირველი მაინც უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ყოველ მიზეზ გარეშე იმ ზღვა ხალხში. მაშინ უფრო უბრალოდ მოგვეჩვენება ეს გამარჯვება. არა ასე, გერასიმე. ახლა მცირე საზომით თუ მიუდგებით ადამიანისათვის ადგილის მინიჭება არაა ძნელი. ყოველი ადამიანი თავისზე უარეს შობს, ხოლო უკეთესთან შედარებით უარესია წყალი არ გაუამას, მაგრამ დიდი საზომით თუ მიუდგებით ძალიან ძნელია მის გაიჟაგერას. ძალიან. რადგან ადამიანები მეტად სხვადასხვანაირები არიან. თითოეული ადამიანიც კი მრავალფეროვანია. მაგრამ დაახლოებით მაინც ერთნი ვართ ყველა. რადგან ადამიანი არა მარტო. ადამიანი მარტოა. მარტო უნდა დაიბადო. მარტო უნდა დაადგე ცხოვრების გზას. გილოცავენ და ზურგს უკან გვანძღავენ. ირში გიცინიან. ანდროს შურთ. მარტო უნდა მოგდე ბოლოს. ამასია. და 39 და 6 რომ გაქვს ლოგინზე მისავათებულს. მარტო ხარ აბა ხარ გაც. მარტო. მოდი გერასიმე ამ ექიმებს, მომვლელებს და სხვა წვრილმანებს თავი დავანებოთ. შენ ეს მითხარი რა იცი რომ მარტო ხარ შენ? რაც ოდნა უნდა ამას. ასე არის ეს. არა. მხოლოდ შენ ფიქრობ ასე და გეჩვენება რომ მართალი ხარ. მხოლოდ მე კი არა, ყველა ჭკუათ მყოფელი ასე ფიქრობს. სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფოსებსაც გამოუთქვამთ ასეთი აზრი. რა, რომ ადამიანი მარტოა? დიახ. და ბევრნი ხართ ასეთი აზრის. დიახ, დიახ. აი თუნდაც ამიტომ არა ხარ მარტო. რა კი ბევრნი ხარ ასეთი აზრის. კარგით რა შალვა, კარგით. ზია რა არ გეძინება გერასიმე? რატომ არ გეძინება? რა დამაძინა? რა მინდოდა აქ? გერასიმე აგერ რუგზაკს გათხოვე ბეჭით მიეყრდენ. არ მინდა. რატომ წამომიყვანე? ერთი რამის სიყვარული. რის სიყვარული კაცო? დაფარვა რომ სჭირდება. რატომ სჭირდება? უხერხულია გამჟღავნება.
იმდენად ნაღდი გულში სათუდად უნდა ატარო. რა ასეთ? საქართველო ჩემო საქართველო და მე თუ დღემდე ეც ვეჭიდები შანს ჩემი ზეცის კურთხევა მიცავს მოედი შენთან რომ მოწიწები ისევე მთხვიო შენს წმინდა მიწა აბა, ადექი ახლა ადექი წამოდი. წამოდი გავა. სადლა წამოვიდე კაცო. წამოდი აგერ, მივიდეთ იქს. მე იმ სახლთან და შევძახოთ ერთ რომ ახიანად. ჩვენებურად შევძახოთ. რა უნდა შევძახოთ კაცო? რა უნდა შევძახოთ კაცო? რა უნდა შევძახოთ და მაცპინძელო თქვა შევძახოთ კაცო. ადი. შალვა. ჰა. ყავს შენ აქ ვიცოლა ხო? შალვა ყავს ვიცოლა შალვა. კარგი ვიცოლა. კარგი გავიგებთ ადგილზე ყველაფერს. მოგიდე ამ შემოდასხადი წამოდი. შალვა. ყავს. მაინძელო. ვიცოლა. სუ. მაინძელო. რომელი ხარ? ერთი წუთით გნახეთ თუ შეიძლება. კეთდება, იქეთ. ხო შვიდობა, ჯომადონო. შვიდობა ყოველთა. კაი გამარჯობა თქვენი. გამარჯობა. მომწან ჯომადონო. ვიძა შედია? გამარჯობა. გამარჯობა ჯომადონო. გამარჯობათ. გამარჯობა ჯომადონო. აგერ მე და ჩემ მეგობარ ჩემ ბატონო გზააკვებდა ამ ბნელში და ერთი ღამით თუ შეგვიკედლებთ ახლა ასე უცხოე. თქვენ აგაშენათ ღმერთმა. თუ შეგვიკედლებთო, ლასაკ ადრისია ჯომადონო. მომძანდით აქეთ ბატონო. ძაღლი ბატონო. ძაღლი პატიოსან კაც არ შეკვეს ჯომადონო. ეს მომძანდით აქეთ ბატონო. აქეთ მომძანდით ჯომადონო. ახლა მშვიდობა. ღმერთმა მშვიდობა ნუ მოგიშალოთ. აგერ დამძანდით და ახლა იქნება ყველაფერი. ქალიშვილი გამეთხოვდა ნავარძეთში. სოლიც მასთან არის და ახლა მარტო ხელა კაცის პირობაზე. რასაც კი შევძლებ, ნუ დამძრახავთ ჯომადონო. თქვენი ჭირი მე მომდნ შეწუხდებით. თქვენ ერთი ეს მიბრძანეთ, როგორი ამინდები იყო აქეთ. თქვენი სახელი ვაჩუქებ. აგერ ჩემ მეგობარს გერასიმე ქვია. გერასიმე. სასიამოვნო ჯომადონო. მე შალვას მიხმოვენ. დიდად სასიამოვნო, მე სევერიანი მქვია ჯომადონო. რა კარგი სახელი ამ და სევერიანესაც მეძახიან შიგადაში. კი ხდება მართლა. ამინდებს საკეთ არა უშავდა ჯომადონო. მაგრამ დიდი ბოდიში კითხვისათვის და სად ბრძანებულ ხართ ახლა? აგერ რაჭიდან გადმოვედით. ამ ჩემ მეგობარმა აიჩევა და ამ ხამებნერში? აბა, თქვენ ქონიათ ბატონო ვეფხვის გული. ვეფხვი კი არა ის. დამძანდით ჯომადონო. მადლობ ჩემი ჭირი. არ მოიწყვი. არა, ახლა იქნება ყველაფერი. მეზობლის ქალს დავიხმარ და ყველაფერი მზად იქნება ჯომადონო. როგორ გაწუხებ კაცო, როგორ გასაკადრისია ჯომადონო. ბოდიში ჯომადონო, ბოდიში. გერასიმე, მითხარი ახლა. ასე დრო შენთან რომ მოსულიყო ვინმე კაბინეტში მიიღებდი? ასე დროს კაბინეტში მე რა მინდა? ამაშია საქმე. საერთოდ უნდა მოგახსენო სიმა ბატონო
რომ ჩვენ ქართველებს 6 რამ გვაქვს კარგი. ხალხური პოეზია, ხალხური სიმღერები, გერასიმე რა საერთოდ შედი კაცო ნუ მომჭერი თავი რა ზეჯდები კაცო გამაგიჟებს ახლა ამას რა ეგონა იცი ჯო დაათვერი მონია ბატონო არა მაგერაფერი მაგ ჩვენი ბრალია კაცო შუაღამისას გაგაგვიძეთ ეს ნაშრომნაჯაფი კაცი და რა იქნება ეგ არაფერი შალვა ბატონო გევიხედი ამას წინა და მესმის კრიახი მარა რა მესმის ახლა ეს დრო თუ იქნებოდა სწორედ ამტეკი ხელად ნელა იქნება ახლა ეს ნელა ძალიან მეორია ჩვენში ცალი ხელით ჯოხი მოიმარჯვე ცალი ხელით ფანარი პოლონურია შევედი ფრთხილად საქათმეში დავანახე დასხედა მაჩვი პულია მაგ ერთი ქათმისთვის უკვე მოესწრო ყელის გამოჭმა და გაქცევა უნდოდა ნელა იქნებოდა ეს მაჩვი გაჩერდი კაცო ჭამე მაგ შენ ჭამე რასაც ჭამე არა მე რატომ გითხარი ახლა ეს მაჩვი და ქათმის ჭამელი მე არ გამიგია ჯერ მეც ეს არ მიგვის პატიცებულო ვითომ ნელა არ გვეყოფოდა გადაგვარებასა ეს ბუნება თუ რაშია საქმე ვერ გამიგია სწორედ ეს მართლაც რომ ვერ მოგსვლია თქვენ კარგი საქმე აბა მოდით ჩვენს მშობლებს გაუმარჯოს თქვენი ჭირიმე თქვენი ცოცხლები ვისაც ცოცხლები გყავთ ჯანმრთელად გიმყოფოთ ვისაც არა და არა მშობლებს გაუმარჯოს კარგია ისა აბა ერთი მე ახლა პატარას აუძინებ ისევ და ავტობუსის გასვლამდე გია 2 საათი მაინც არ swamda თუ ძმახარ გამაღვიძე 7 ნახევარს გერასიმე არა ახლა მაგ ზრდილობა როგორ გეკადრება კაცო მაგას ახლა ეს კაციც მშვენივრად გამოიძინებდა ასე უდროო დროს არ მოვდგომოდით აქ რა საქციელი ეს დაჯექია კაცო დაჯექია მოდით ჩვენს ადათ წესებს გაუმარჯოს ძველი დროიდან მოყოლებული და ჩვენი კუთხის ისტორიასაც გაუმარჯოს კი ბატონო კი კეთი შალვა ბატონო დიახ აგერა ქვემოთ დინარის პირას ღვიმია ერთი ხერგულას ვეძახით ველური ადამიანინა ცხოვრება ადრე და გეოლოგები ჩამოვიდნენ გათხრები ჰქონდა გეოლოგები არა არქეოლოგები ყოფილან კაი ახლა ხო არქეოლოგები თუ გეოლოგები არა მაგას სწორი ბრძანება ბატონო ერთი სიტყვით თხრიდნენ იმ გამოქვაბულში და ხნიერი ქალი ყავდათ ერთი უფროსად და იმ ქალმა გაგვაოცა სწორედ მთელი სოფელი ჯო ადამიანს რომ ასე ყვარებოდა თავისი საქმე არ გამიგია ყოველ ნაპოვნ კაშს დასციცინებდა დილიდან საღამომდე ფეხზე იდგა რა მშრომელი და
ძვირფასი ადამიანი თანაც. ერთი ჩვენი თანასოფლელი ქალი ესტუმრა თბილისში. მშვენიერი კაცყოფილა მოწყობილი. ძვირფასი ოჯახი, ჩემო ბატონო, საკუთარი მანქანა, მაგრამ ვის ახსოვს ეს? სულ ჩვენ სოფელში მოუწევდა გული და ამ აღმართ-დაღმართში ერთშია სიარული და ხერგულას ტყეში ტრიალი. ამაშიას. როგორც კი ცოტა დროს მოიხელთებდა შალვა ბატონო და გვიხსნიდა ჩვენს ისტორიას. და თუ მანამდე ახლა ჩუმჩუმად გვეცინებოდა ამ ხნის კალმაზე კაჟის მოსალოჭად როგორ მოიცალა. მერე თანდათან შეგვაყვარა ჩვენ თავისი საქმე და მერე მივხვდით ჩვენი საქმეც კი ყოფილა ეს ისტორია და სიყვარული, რომ ცხოვრობდნენ აქ და თავიდან რომ გული დაუდვია ადამიანს აქაურობაზე. მოდით ამ ძვირფას ისტორიასთან ერთად იმ ქალსაც გაუმარჯოს. ქალბატონ ნინოს. Totara minadora velase es ramadeni perebia Kachachosa sititelita Agamatau shvenebi Atelina. ჩოთი არ შეიძლება ანგარიშებდა ისე და ჩაცუნახული ყავიცი ცოტა. მისმინეთ ახლა კატილინა შეძლებული ოჯახიდან იყო, მაგრამ დიდად გაფუჭებული. იმ დროინდელ ძველ რომში სახელი ჰქონდა გავარდნილი, როგორც ყველაფერზე ხელის მომწევ. დილასაც შემოვა შემოვანო. ყოველთვის გასიგებ. რა ეკეთა? გალსტუხი გაიგე ახლა რა ისა რა გითხრა გერასიმე მოდი გავიდეთ გათენებას უყუროთ წამოდი. რა გათენებას? არავითარ შემთხვევაში. დინა წმოყოლო დინა დალი გასიგე ეგეთა. კატილინა აღვილახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და თავის გარშემო შემოიკრიბა სწორედ ასეთივე აღვილახსნილი ამხანაგებია, როგორც თვითონ იყო. კაცო წამოდი ვნახოთ გათენება ვნახოთ. რადიოთი სულ მუსიკას უსმენდა და ახლა ციცონა ცალი ხელი და ყრობიანინოს. ახლა მოვისმინეთ იმ დროინდელ ძველ რომში ძალიან ცუდ აღვილახსნილ ცხოვრებას ეწეოდნენ. ხანდახან მამაკაცი ქალის მაგირობას ნებაყოფლობით ასრულებდა. რა რომში ხაჭაპურს კაცი აცხოვდა. ჩემს არ ყოფილა. გერასიმე შერობიცოდი აქ. ზემო იმერეთში როგორ თემდება ცხონდები კაცი. მე ღმერთი არ მწამს. ახლა კატილინა მთელი სენატის ამოჟლეტას აპირებდა, მაგრამ არც ციცერონი იყო კაცო დოყლაპია. ერთხელ კომპანიაში ძალიან რო დასრა და ორივე ხელსაც ქედო უკრა. ამიტომ ამოგიყვანი აქ და ახლა საქმეზე რომ იდგა უარსმეულები გერასიმე უარსმეულები. ვინტუს კურიუს რომ არ წამოეყანტალებინა შეთქმულების ამბავი ქალთან. ნუ არ ყოფილდათ იქნებოდა ამ სენატის საქმე. არა მოდი ხარება გერასიმე. ახლა სამგერდები შევსავი. არა. არსადეს არ მოვდივარ. ადრია ჯარ. კატილინა რაგინა ბაკ არასვამ აღარჭამ წამო გავიდეთ ბუნებაში კაცო რა იქნება არა სივა იქ კატილინამ მოიცად სულ დიდი ბოდიში თქვენთან აბა ახლა მე ერთი სადღე გრძელო მაქვს
და ბოლომდე უნდა დავცალოთ ყველა. გისმენთ ბატონო? დალებთ თქვენს გერასიმე. მხოლოდ ერთს. ერთადერთს. ჩვენი გავარდეს. დავლევ. აბამაშ ამით ჩვენ დედმამიშვილებს გაუმარჯოთ. ჩემოდან. რა მოგივიდა? მოიცა, გერასიმე, სამეხა. უი, შენ ჭირიმე, მაბადიე. დიდ ბოდიშს ვიხდი, ახლა ამის მარტო გაშვება არ შეიძლება. ერთ წუთს, მაბადიე, ბოდიშ. რა ზოგიერთი მაჩვით იქცევი თქვენ? გერასიმეს დექ. ასწია თავიზევით. სანამ ლაპარაკს დავამთავრებ, ფეხი არ მოიცვალო, თორემ ცუდად იქნება შენი საქმე იცოდე. გერასიმე, ჩემი და შენი წინაპრები ამ მიწისთვის მუდამ იბრძოდნენ. და თუ არ რაიმე ღირებული ვინ სულელს მოეპრიანებოდა ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. თუ მიხვდი რაიმეს გერასიმე? რა სისხლის ღვრას გადარჩენილ ან რამდენ ბრძოლაში შენ ყოფილ ისტორიკოს ჩამოგითვალო შემოსევები. და იმ უშვალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო, ერთი იმ უთვალავ აურაცხელ ხიფათში. ნამდვილად არ იქნებოდი ახლა აქ, ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ. გაიგე რამე, გერასიმე? არა, სულაც არ გახსოვს შენ ისინი. სულ რომ არაფერი ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც ვერ დაინახე. აქ ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავით არ მოსდებია ჯერაც ასფალტი და გაბიჯებინე ფეხი უმადურო, ვერაფერს მიხვდი. ნამდვილი გლეხი გაგაცანი. ამ გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ აი რამაყად შეიფერე ყველაფერი, რითაც კანს გაწყვეტილი ნაშრომ ნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული გაგვიმასპინძლდა. როგორ გონი ახლა ემართა იმას შენი რაიმე? და არც ისიცი რომ სამშობლო მარტო მინდორველი და მთები არა, სამშობლო ადამიანიცა. ახლა სუფრასთანაც როგორ იქცეოდი? შენ რომ სამშობლოს შეცნობა გდომოდა, მჭადზე პრას შემოახვევდი და ლობიოში ჩააწევდი, მაგრამ არა, მელასავით სხვის გაზრდილ ქათამს არ ხეინად მიადეგ. არაფერი ამაში ცუდი, მადლობა მაინც გეთქვა. მაგრამ არა კუთვნილი ვით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც შენი სტუმრობა. და შენ ვისი წინაპარიც დიდგორისა და კრწანისის ბრძოლებში, იქ ჭრილობებში მარილებს იყრიდა. კატილინაზე გვაწვდიდი ბრტყელ ცნობებს. შეგირცხვა ნამუსი. გერასიმე, წვიმისას ქუჩაში მანქანიდან
თუ გადმოგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი მთლად დაწინწყლული აქვს ტალახით. მეორე კი სუფთა, იმ დასვრის, სუფთა ტოტიანი ფეხის ტყორცნის ტალახს. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე. მე თუ რაიმე ხინჯი მემჩნევა, შენგანაა ეს. და თავად რომ გამოიყურები ასე კოხტა, ასე ლამაზად ჩემი და იმ გლეხის წყალობა. გერასიმე ბიჭო, ჩვენ ადამიანები მრავალფეხ არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული და არა ვართ, როგორც ეს შენ მგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა ერი გვქვია და მე ვისაც მუდამ მახსოვს ეს შენ სამშობლო დავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებული აღტაცებული წამოგიყვანი აქ, რომ ჩემთვის დროებით მაინც აგეწყო ფეხი. ამ წმინდა წყალშიც გაგაბანინებ ტანი. გაყოყოჩებულს იქნებ ყინული შემოგცლოდა, მაგრამ ნუ რას უკაცრა. მაინც ვერ შეგაგნებინე, ვერ გაგრძნობინე ვერა ის სიტყვა, რითაც ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენი აზრით, მაინც ჩემზე ამაღლებული და გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე გერასიმე, უსამშობლოდ კაცი არა ხარ. გერასიმე, უკანასკნელ არჩევანს გთავაზობ ახლა მე შენ. აღარ გახედე, ავტობუსი მოემართება. თუ გინდა მოაჯექი და წადი. მაგრამ თუ ისურვებ, 1-2 დღე დავარჩეთ ამ სოფელში და იმ მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმართ. მიწისუნი რომ გეცემა იქნება, კიდევ გამოვიდეს შენგან რაიმე. არა მე ძალას არ გატან, როგორც გინდა ისეგე. ასე აჯობებს სამშობლოსათვის რავქნა მიჭირს ამ სიტყვის წარმოთქმა, მიჭირს იმდენ ნაღმი და საფრთხეა. მე უხერხულებ. კაცო, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ მჭირდება.